მოკლედ ბოლო ორი კვირა ვარ უცხოეთში, ტელეფონი მაგათშული, ყველაფრიდან ვარ გამორთული საერთოდ და მოკლედ 5 დღის წინ დეჩმა მომწერა, რომ ჩემს იურიდიულ მისამართზე, სადაც ახლა არ ვცხოვრობ, მივიდა რაღაცა პოსტიდან რაღაცა გზავნილი. და მე ვოდები ლატვიის გზავნილს, უბრალოდ ლატვიიდან რაც გამომიგზა, რომ უნდა მომივიდეს ფაქტობრივ მისამართზე რა და ძალიან გამიკვირდა, მეთქი შეიძლება მივიდა, არა ვიღე, მაგიტო იურიდიულზე გამაფრთხილეს. მოკლედ ლატვიის ამანაც ვცხოვრობ, მეთქი whatever დედა რო ჩამოვალავიღებ რა. ეხლა დღეს რო ჩამოვფრინდი, დედა მითხრა, რომ არაპირო პოსტაში მისვლავსო და მეთქი კი რავი მივალ თქო რა დღეს და ვნახავ. ხო და ნუ ერთ-ერთი ვარიანტი არის ჯარიმა. შეიძლება რომ ჯარიმა მომივიდა, მაგრამ ნუ აი გამოვრიცხავ რა ჯარიმას რა, იმიტომ რომ აი რამდენი ანუ არ იქნება ჯარიმა რა. ჯარიმა აქციის გულისხმობ. მოკლედ პოსტაში რომ შევედი, წერია რომ ჩემი ამანათი გაგზავნილია უკან და მეთქი სად არის ჩემი ლატვიის ამანათი, ანუ უკან რატომ გააგზავნეთ რა. ხო და თან გოგოებს წერ, 3 და ქალი ვართ, მე, სოფთა თათო. და გოგოებს წერ რომ მეთქი ხალხნაო ჯარიმა თუ არის, ოღონდ აი თან არ მჯერა რომ ჯარიმა, იპროს ავღადავ. მეთქი ჯარიმა თუ არის, დღევანდელ შეხვედრაზე ყავაზე თქვენ პატიჟებთ, იმიტომ რომ 5,000 ლარი უნდა გადავიხადო რა. და სოფო იწერება, რომ ეხავდა ამერიკას 1 საათის წინა და ოქმე უნდა გადმომცენო ამ მანიფესტაციების დარღვევის ამბავი და ანუ აი ამ მინეწერებში ვართ რა სოფ მართლა და ხო გოგო დამირეკეს და რაღაცა 24 თებერვლის ჯარიმა არის და აი ამ მინეწერებში ვართ რა თათული იწერება რომ მე მირეკავენ ახლა ურეკავს უბრალოდ იგივე ნომერით სოფომ დაურე სოფოს დაურეკა მეთქი what the fuck რა ხდება მე ამ დროს საქართველოში არ ვარ ანუ 24-ში ვაფშე არ ვარ აქციაზე რა ჩემი წერილი თან მანამდეა მოსული და ანუ მე თან უკვე მიტყდება გოგოებთან რაღაც მომენტში რომ აი ამათ ჯარიმა აქვს და მე არ მაქვს და მე ლატვიიდან ამანათი ჩავმივიდა და ლატვიაში უკან გააგზავნეს და ამაზე ვდარდობ. ვურეკავ პოსტას, მეთქი რა სად გააგზავნეთ? რა ხდება? და პოსტა მეუბნება რომ შსს წერილია შსს წერილია და უკან გავაგზავნეთ. ეს დავაჯერებს. ანუ 3 და ქალი ვართ მეგობრებო, დღეს ხვდებით და ყავაზე იჭდება -15,000 ლარი. ანუ როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი რა ყლებაში ვცხოვრობთ. იმენა. მოკლედ შევიკრიბეთ -15,000 ლარი და 3 კაპუჩინო და აქტორი ამბავი არის ესეთი რაღაცა რომ ანუ ყველაზე სასწილო არის ის რომ მე ხო ანუ იმენად ცალფეხზე დავიკიდე რა რომ მირეკავდნენ ტელეფონი გათიშული მაქვს იურიდიულ მისამართზე ეჯებს კიდია ბებიეჯებს კიდია რომ იმენად დავიკიდე მირეკავენ არ უპასუხობ ანუ ვაფშე ხაზი არ გამოვდიო რა სოფოს ელოდებოდა ტაქსს და რომ დაურეკეს ეგონა რომ ტაქსი იყო და უპასუხა და კი აიხო მოდიარ მოდი და გამუთიშა და ამ პოლიციამ გადმოურეკა რომ უკაცრავად ქალბატონო სოფიო ოქმე მინდა რომ გადმოგცეცა ოკეი ხოდა ეს ამბები ხო ხდება და თათულის რო ურეკავდნენ მეგობრებო ეს არის კოლზე რა და თათული voicemail-ზე გავუშვა და ანუ ეხა ვსივართ და voicemail-ზე პოლიციის ხმა ისმის რომ აუ რაღაცა ჩინურად მიპასუხა